საქართველოს ნეტო აღრიცხვის სისტემიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლა უნდა დაიწყოს. ამას ევროპის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი ითვალისწინებს, რომლის დირექტივებისა და რეგულაციების განხორციელება საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე სავალდებულოა. ნეტო აღრიცხვის ეტაპობრივი გაუქმების ბოლოვა და 2026 წლის 31 დეკემბერია. ამ პერიოდში არსებული მომხმარებლებისთვის ეტაპობრივი გადასვლის გეგმა უნდა ჩამოყალიბდეს. უფრო დეტალურად რას ნიშნავს ნეტო აღრიცხვის სისტემიდან დარიცხვის სისტემაზე გადასვლა და რამდენად ინფორმირებული ამ სქემაში ჩართული ბიზნესი ამ საკითხზე. სტუმართან სემეკის წევრთან გიორგი ფანგანთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით. მადლობა გადაცემა შტუმრობისთვის. თავდაპირველად მაყურებლისთვის მაინც მინდა განმარტოთ, რას ნიშნავს ნეტო აღრიცხვა, იმისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, რა ტიპის რეგულაციიდან, რა ტიპის რეგულაციაზე გვიწევს გადასვლა და ასოცირების დოკუმენტით ჩვენ ძალიან ბევრი ვალდებულების შესრულება მოგვიწევს სხვადასხვა მიმართულებით და ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი სექტორია, სადაც ძალიან ბევრი რამის დანერგვა გიწევთ. შესაბამისად, განმარტებებით დავიწყოთ და მე უკვე მივყვეთ თანმიმდევრულად რატომ გახდა ამ ცვლილების საჭიროება გარდა ასოცირების დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებისა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნეტო აღრიცხვა მართლა ძალიან აქტუალური თემაა დღეს ენერგეტიკაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ალბათ წარმატებული პროექტი სემეკისა. ნეტო აღრიცხვა ეს არის მოდელი, როდესაც მომხმარებელს შეუძლია საკუთარი გენერაცია იქონიოს. როგორც ასე ვთქვათ, საკუთარ ტერიტორიაზე, ასევე ვირტუალურად, ანუ სხვაგან კონდეს, ანუ მოხმარების წერტილი და გენერაციის წერტილები ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს და მაშინ ხდება ელექტრონიკის გაკვითვა. ანუ რაზეა საუბარი? ჩვენ ყველანი ელექტროენერგიას როცა ვიღებთ, რაღაც ჩვენი მრიცხველი ამას აღრიცხავს, ხო? როდესაც ჩვენ გვაქვს ჩართულობთ ნეტო აღრიცხვაში, რომელიც შორს არის ჩვენგან დაყენებული, როცა მის გენერაცია ჩვენ ვაკეთებთ მის ჩათვლას, ასე ვთქვათ, და არაფერს აღარ ვიხდით. პირობითად ჩვენ მრიცხველმა აღწერა 100 კილოვატ-საათი, სადღაც გამომუშავება იყო ასევე 100 კილოვატ-საათი, რომელიც არის ჩვენი გენერაციის ობიექტი და ეს ერთ-ერთში გაიკვითა და არაფერი გადასახდელი აღარ აქვს. ასე ვთქვათ, ყველაზე საინტერესო ნეტო აღრიცხვაში ის არის, რომ მან ხდება ენერგიის გაკვითვა. ეს არ არის ფინანსური გაკვითვა, ეს არის ენერგიის გაკვითვა პირდაპირ. ზუსტად ეს არის ნეტო აღრიცხვის ძირითადი ამოსავალი წერტილი. ეხლა რა ხდება თუ უფრო მეტი გამოვიმუშავეთ, ვიდრე მოვიხმარეთ, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენი დღევანდელი რეგულაცია ნეტო აღრიცხვაზე გვეუბნება ასეთ რამეს, რომ ეს ელექტროენერგია ჩვენ გვენახება, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში სისტემა, ენერგეტიკული სისტემა, ერთგვარი ბანკი არის, სადაც შეგვიძლია შევინახოთ ეს ენერგია და დაუშვათ მომდევნო თვეებში, როცა ჩვენი მოხმარება გადააჭარბებს ჩვენს გენერაციას, უკვე ჩვენ ეს ყველაფერი ჩაგვეცვლება და გაგვექვითება შემდგომში. ანუ წარმოიდგინეთ, თქვენ პრაქტიკულად სულ არ ქონათ მოხმარება მარტო გენერაცია, ის გენახებათ. რაღაც პერიოდის შემდეგ რო გავა 1 წელი, თქვენ შეგიძლიათ ეს უკვე ეს ელექტროენერგია მიიყიდოთ მიმწოდებელ კომპანიას და ასე მიიღოთ. აი ზუსტად ეს არის ნეტო აღრიცხვა, რომელიც აწი შეიცვლება და ჩაენაცვლება. თუ ასეთი წარმატებულია და იმდენად კარგად აღწერეთ, ეხლა და ისეთი კარგი მაგალითი მოიყვანეთ, რომ რეალურად კარგად უნდა ემუშავა და მუშაობს კიდეც, იმიტომ რომ ამ ეთერში სექტორის წარმომადგენლებს ამაზე უსაუბრიათ, როგორც ერთ-ერთ კარგ პროექტზე. მაშინ რატო გადავდივართ ამ ახალ სისტემაზე, მხოლოდ რეგულაციის გამო? კი ბატონო. ნახეთ როგორ რაღაც არის, რატო არის ეგეთ წარმატებული, ხო? იმიტომ რომ მომხმარებლისთვის არის ძალიან ხელსაყრელი. მომხმარებელი, რომელსაც აქვს ეს გენერაციის ობიექტები, ხო? ძალიან ხელსაყრელია. რატო აი დავუშვათ რითი განსხვავდება ჩვეულებრივი წარმოებისგან? ავაშენეთ პატარა სადგური და ვხმაროთ ელექტროენერგიას, რომელიც არ არის ნეტო აღრიცხვაში. იმიტომ რომ ეს ნეტო აღრიცხვის სისტემა არის სუბსიდირებული. იქ ჩვენ არ ვხდით ქსელურ კომპონენტს. ანუ A-წერტილიდან B-წერტილად ელექტროენერგიის სახელმწიფოსგან არის სუბსიდირებული? სახელმწიფოსგან არა, აი მაგასაც განმარტავ. A-წერტილიდან B-წერტილად ელექტროენერგიის მიტანაშიც არ ვხდით ფულს. ის კი არ უბრალოდ ელექტროენერგია იქვითება, ასევე მიტანაც იქვითება, ასე ვთქვათ. განაწილების გადაცემის ტარიფები არ მონაწილეობს ნეტო აღრიცხვაში. ნოლზე სწორდება, ასე ვთქვათ, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი ბენეფიტი არის. ზუსტად ეს არის, რაც ეწინააღმდეგება დღეს უკვე ევროპაში მოქმედ მეოთხე ენერგეტიკულ პაკეტს და მასში არსებულ დირექტივებს, ის არის გარკვეულწილად დისკრიმინაციული. ჩვენ ხო გვაქვს ვალდებულება, რომ ევროკავშირის დირექტივებთან სულ ჰარმონიზაციაში ვიყოთ გამომდინარე, ვაკეთებთ კიდევაც ჩვენ 2019 წლიდან მთელი რიგი კანონებისა და ათეულობით განმათავისუფლებელი აქტები მივიღეთ და სულ გვიწევს მათი ცვლილება, რომ ვიყოთ, ასე ვთქვათ, თანხმედრაში დირექტივებთან. დირექტივა კი ამას ასეთ რაღაცას, რომ არ შეიძლება ერთი კატეგორიის მომხმარებლის ხარჯზე, ასე დისკრიმინაციის მიდგომით დაასუბსიდირო მეორე მომხმარებელი. თუმცა ესეც ევროკავშირში იყო თავის დროზე მიღებული, მათაც ასე განავითარეს, ასე ვთქვათ, ნეტო აღრიცხვა და განახლებადი ენერგიებს ხელშეწყობის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო, თუმცა მე იქ შეიცვალა კანონმდებლობა და ეხლა ჩვენც უნდა გადმოვიტანოთ.
რაში გამოიხატება ახლა ეს დისკრიმინაციული მიდგომა. იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ რაოდენობა დღეს გვყავს 1700-ზე მეტი ჩართული სადგური ნეტო აღრიცხვაში. სიმძლავრე უკვე 14, აი ენერგოპროსკსელში 14%-ს მიაღწია სრული დატვირთვის. ანუ პიკური დატვირთვის 14% წარმოიდგინეთ ნეტო აღრიცხვა არის. როდესაც საწყის ეტაპზე 2015 წელს ჩვენ ვიძახით, რომ მაქსიმუმ შეგვიყოს 2%. მე ვთქვით 4, მე ვთქვით 8, რომ ხელი შეგვეწყო. ამთან ჩაერთო ვირტუალური 100-დან 500-მდე გავზრდეთ. იმხელა მასშტაბი მიიღო, რომ დღეს უკვე ის საფრთხეს ქმნის სატარიფო პოლიტიკისთვის. ანუ შეიძლება გახდეს ტარიფის გაზრდის მიზეზი? აუცილებლად გახდება, თუ ასე გავაგრძელეთ და ზუსტად აი მანდ არის სერიოზული პრობლემა, მან გვაქვს თანხwebdriver, უბრალოდ თანხwebdriverში ვერ ვარ დირექტივებთან და ისედაც დირექტორს თავი დავანებოთ, ზოგადად არ არის უკვე იმ ხელ მასშტაბი არის, რომ სწორი. მაგრამ ამოსავალი წერტილი მაინც რა თქმა უნდა დირექტივებთან თანხwebdriver არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა რომ ეს შევცვალოთ, მაგრამ არ შეიძლება უბრალოდ ეს ხალხი უთხრათ, რომ იცით დავამთავრეთ, დღეს ჩვენ ქუდი დავიხურეთ და ნეტო აღრიცვა აღარ გვექნება. რა თქმა უნდა ამ სექტორში ასეულთ ადამიანი ჩართული, ბიზნესი არის ჩართული, მოხმარებლები. კონსოლიდური რაოდენობა იმ კომპანიების, რომელიც ახლა ახსენეთ. რა თქმა უნდა. პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხას უსვამ. ყველა ის მომხმარებელი, რომელიც ჩართული არის დღეს ნეტო აღრიცხვაში, მისი გაუქმების შემდეგაც რამოდენიმე წელი შეინარჩუნებს ყველა იმ, ასე ვთქვათ, სიკეთეს, რაც მოყვება ამ სისტემას. აბსოლუტურად ყველას. მეორე და რამდენი წლის განმავლობაში? იცით რა არის, ჩვენ თუ დავშოთ 27-დან გადავედით, ვფიქრობთ, რომ ავიღოთ ის რაღაც საშუალო წელი, მაგალითად 5 წელი, რომ ყველა მოახერხოს ჩადებული ინვესტიციის უკან დაბრუნება. შემდეგ უნდა შევთავაზოთ უკვე სხვადასხვა მექანიზმები. მათ შორის ერთ-ერთი არის ნეტო დარიცხვა, net billing-ი ქვია, ამას საერთაშორისო ტერმინი რომ გამოვიყენოთ და რითი განსხვავდება? იქ არის ფინანსური გაქვითვა და არა ენერგიის გაქვითვა. ერთი რომ ქსელური კომპონენტი უკვე მონაწილეობს. თქვენ თუ მიიღეთ ელექტროენერგია დაუშვათ A-წერტილიდან B-წერტილში, როგორც წეღარ მოახსენე, თქვენ შევა ელექტროენერგია გაქვითოთ ფინანსურად, თუმცა ქსელურ კომპონენტს გადაიხდით. კომპანია, რომელიც თქვენ მოგიტანათ, როგორც არის სახელმწიფო ელექტროსისტემა, სახელმწიფო საზოგადოება თელასი, ან ენერგოპრო, იმა თქვენ გადაუხდით. თუმცა ელექტროენერგიის გაქვითვა მოხდება ფინანსური განსხვავება აღარ შეგენახებთ. თუ მეტი გამოიცით, იმავე თვეს მოგცემენ ფულს და ამითი დამთავრდება. ნუ ყოველ თვეს დავიწყებთ ნულიდან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ასევე საინტერესო რაც არის, რა თქმა უნდა, რა ტარიფს მიუყენებთ აი გასაყიდ ელექტროენერგიას. ახლა აღარ გვენახება სისტემაში, ხო? რაღაცა უნდა მithეთ საინტერესო ტარიფი. აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. ტარიფს საოცრად შევეხებ. ინვესტორებისთვის საქართველოს ენერგეტიკული სისტემა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ცვლილება განახორციელეთ, ძალიან ბევრი მიმართულებით მაქსიმალურ წახალისება ხდებოდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პარალელურად ჩვენთან, მათ შორის მსხვილი ჰესების მშენებლობა არის პრობლემური, ადგილობრივებთან შეუთანხმებლობისა თუ ყველა გარემოს დამცველით ბევრი მიზეზის გამო, ანუ ფაქტორები, რომ ამ წუთას აღარ ჩამოვთვალოთ, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად შეიძლება კიდევ ესეც რო გვემატება ინვესტორისთვის, რომელსაც ენერგეტიკაში გვინდათ რომ ფული ჩავადებინოთ, მათთვის ეს სექტორი კვლავაც იყო საინტერესო, იმიტომ რომ გარკვეულწილად ამ სექტორთან მიმართებაში ინვესტორებს სწორედ ამ მსხვილი ჰესების ფაქტორის გათვალისწინებით აქვს კითხვები, აქვს წუხილი და ბოლო პერიოდში ძალიან შემცირებულია და ამ მიმართულებით აღარ არის ისეთი აქტივობა, რომელსაც დარწმუნებული ვარ თქვენც ისურვებდით, ხო? ამ სიტუაციაში კიდევ მესმის რომ ეს არის სავალდებულო რეგულაცია, რომელსაც უნდა მივუერთდეთ, მაგრამ რამდენად ისე მოხდება ამ ყველაფრის დაბალანსება, რომ რეალურად ინვესტორი კვლავ მზად იყო საქართველოს ჩამოსასვლად, იმიტომ რომ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება დიდწილად არის დამოკიდებული აი ამ თქვენ სხვადასხვა ტიპის სწორ ბალანსზე, იმიტომ რომ სხვანაირად რეალურად ჩვენ ვერ გვექნება ენერგეტიკული უსაფრთხოება ამ კუთხით, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება რომ თუნდაც ელექტროენერგიის ნაწილში მაქსიმალურად გქონდეს ისეთი სიტუაცია, რომ რეალურად არ ვიყოთ რომელიმე ერთზე ჩამოკიდებული, ხო? კი ბატონო. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ნეტო აღრიცხვას, ნეტო დარიცხვას და საერთოდ არც ასეთ პროექტს არაფერი კავშირი არ აქვს ენერგეტიკის წარმოების განვითარებასთან. ეს არის აბსოლუტურად სხვა ბიზნესი და ეს პირველ რიგში ემსახურება მომხმარებლის კონკრეტულ არა მომხმარებელთა ჯგუფის, არა რომელიმე დასახელებული პუნქტის, არამედ ერთი კონკრეტული მომხმარებლის პირველ რიგში მის პირადი მომხმარების შემცირებას. რაზეა საუბარი? როგორც წესი ნეტო აღრიცხვა ეს ვირტუალურად, აი სახლზე რო გვიყენია, ასე ვთქვათ, პანელები, ხო? რომ ნაკლები ქსელზე ნაკლები დატვირთვა გავაკეთო.
ყველა ადამიანი, რომელიც თქვენ გეტყვით, თქვენ ეთერში რა, რომ აი ეს ხელს უშლის საქართველოს ელექტროენერგიის გენერაციის განვითარებას, ეს იქნება დიდი ტყვილი, იმიტომ რომ არაფერი კავშირი აქვს. ის სხვა ბიზნესი არის, სხვა მიმართულება არის. ის არის ხერხემალი, რადგან უნდა იდგეს ენერგეტიკა. ეს არ არის არაფერი იმასთან შედარებით. ეს იმხელა ზღვაში წვეთია, იმიტომ წარმოიდგინეთ მაქსიმალური მოცულობა ერთი სადგურის შეიძლება იყოს 500 კილოვატი. იქიდან გათვალისწინებით, რომ 99% ჩართული გენერაციის ობიექტის და ნეტო აღრიცხვაში არის მზის პანელები, ეს იმას მზის პანელებს რატო უსამხავს? იმის მუშა საათები არის დაახლოებით 1500-1400 საათი, ხო? ვერ შეადრებთ ვერც კარს და მით უმეტეს ვერც ჰიდროს, რომელსაც შეიძლება ქონდეს 5-6000, ну 4000-დან 5-მდე ყოველ შემთხვევაში ნამდვილად. ამას არანაირი დიდი როლი არ აქვს თვითონ გენერაციის განვითარებისთვის. მეცაც გეტყვით, ჩვენ ეხლა ძალიან სერიოზულად მუშაობთ ჩვენ მეგრუსობთ თელ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს ენერგოეფექტურობაზე, ხო, განახლებული ენერგიების ხელშეწყობაზე. იქ ნეტო აღრიცხვას ექნება თავისი საინტერესო როლი, საამაყო როლი, ოღონდ ზუსტად იმ ფარგლებში შეაფასოს თვითონ არის, როგორც აი მოხმარების შემცირებაც. მაგრამ მართლა თუ გვინდა ენერგეტიკა განვითარდეს და გავხდეთ დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ უნდა განვითაროთ დიდი სადგურები. აქ მე მოგლაპარაკი 100 მეგავატებს. არა 500 კილოვატები, არა 203 მეგავატები, 100 მეგავატი. ჩვენი ენერგეტიკაში რეალური ერთ-ერთი პრობლემა რაც არის, რომ ჩვენ ეხლაც ვართ ძალიან სერიოზულად დამოკიდებული იმპორტ-დამოკიდებული ქვეყანა. როგორც ელექტროენერგიის ნაწილში, ასევე ბუნებრივი გაზის ნაწილში. ელექტროენერგიის ნაწილის იმპორტი ეხლა სულ ამას ვიმეორებ, რომ შევხედოთ, თითქოს ისეთი საშიშიც არ არის, თუმცა გვავიწყდება, რომ ჩვენი საკუთარი გენერაცია თბოსადგურებს გულისხმობ. ასევე იმპორტირებულ საწვავზე არის დამოკიდებული და ეს რაღაცებთან გადავტეხოთ წელში, მithomეს არსებობს პროექტები. თუმცა ბევრი მხარდაჭერი ყავს ამ პროექტებს, ბევრი საინტერესო ინვესტორი შემოვიდა, მაგრამ ძალიან ბევრი მტერი წყავს. კი ბატონო. შეუძლებელია რომ ამ ნაწილში არ დაგეთახოთ, თუმცა ისევ ამ ნეტო აღრიცხვის ნაწილს რომ მიუბრუნდე, რადგანაც განახლებადი ენერგიებისთვის ეს სეგმენტი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ჩვენ გვაქვს მიზანი რომ განახლებადი ენერგიების წილი გავზარდოთ ჩვენს ენერგეტიკულ პორტფელში, რამდენად ხომ არ იქნება თუნდაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შემაფერხებელი, იმიტომ რომ დღეს ამ ნაწილს მით უმეტეს ძირითადად ამ ნაწილზე არიან, ხო, ამ სისტემით ფუნქციონირებენ. და რა ტიპის რეკომენდაციები აქვს თუნდაც ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს ამ მიმართულებით, რომ რეალურად ბიზნესმა შეძლოს სწორად განვითარება და მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელი არ დაგეთახოთ, რომ ჩვენ გვჭირდება დიდი ჰესები, იმიტომ რომ იმის გარეშე რეალურად წარმოების გარეშე ჩვენ ვერ გვექნება ენერგეტიკული დამოუკიდებლობაზე პრეტენზია, იქ რაც გვაქვს, იმის განვითარება შევძლოთ და ის არ გავაჩეროთ. ჩვენ ვსაუბრობთ განახლებადი წყაროებზე, პირველ რიგში არა ნეტო აღრიცხვაზე უნდა ვისაუბროთ, არამედ სხვა პროექტებზე. ხა ჩვენ ვიცით რომ გამოცხადდა აუქციონი 2024 წელს, ეგრეთ წოდებული CFD, ფასები მიენიჭა და იქ შევიდა თუ არ ვცდები 600 მეგავატზე იყო იქ საუბარი. წარმოიდგინეთ ერთი სადგური, რომელიც აი ერთ-ერთი საინტერესო სადგურზე მესაუბრებოდიან ზუსტად ამ დღეებში, რომელიც მარნეულისთან ახლოს შენდება 40 მეგავატიანი სადგური არის. ის ერთი სადგური აშენდება უფრო მეტია ვიდრე მთელი ნეტო აღრიცხვა თელ საქართველოში. აი ეს არის ზუსტად იმ მიმართულებით. ნეტო აღრიცხვა კიდევ ერთხელ ეს არის მომხმარებლის ხარეს გაკეთებული. მთელი აი ევროპული რეგულაცია ნეტო აღრიცხვაზე არის ზუსტად მომხმარებლის ხარეს რა არსებობს და